კომპანია Google თანდათანობით შეზღუდავს თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამას, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ ამერიკულ კომპანიასა და ორგანიზაციაში და ამით კომპანია Google უერთდება სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებმაც თანდათანობით უარი განაცხადეს ამ პროგრამის შესრულებაზე. მას ეწოდება DEI, მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა, რომელიც ითვალისწინებდა უმცირესობათა ჯგუფების წარმოდგენას და ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითად, ცნობილი გახდა რამდენიმე კვირის წინ, რომ კომპანია მეტამაც განაცხადა ამაზე უარი და დაიწყო შემცირებები, სავარაუდოდ გაუქმდება რამდენიმე დეპარტამენტი, რომელიც ამასთან დაკავშირებით მუშაობდა და ასევე კომპანია Amazon-მაც უკვე თანდათანობით უარი განაცხადა ამ პროგრამის შესრულებაზე და ადაპტირებაზე. აღსანიშნავია ის, რომ არა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიები, არამედ უკვე სხვა კომპანიებიც აუქმებენ ამ პროგრამას, მათ შორის არის Walt Disney, Walmart, Ford და McDonald's. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ კომპანია Google იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ამ პროგრამის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც პოლიციელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლა ჯორჯ ფლოიდი და ამ მკვლელობის შემდგომ დაიწყო ფართომასშტაბური აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ფერადკანიანთა უფლებების დაცვას მოითხოვდნენ და პოლიციელების დასჯას. სწორედ მაშინ კომპანია Google-მა განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა აუცილებლად ამ პროგრამას და უფრო მეტად ინტეგრირებულნი იქნებოდნენ უმცირესობები Google-ის მუშაობაში. თუმცა დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ რაც ის ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უქმდება ეს პროგრამა და ზოგადად იცვლება ამერიკის მთავრობის პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით და DEI-ის თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში უკვე გაუშვა და არსებული ინფორმაციით უკვე შეზღუდვაც აღარ არის ვებგვერდებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროგრამასთან. როგორც უკვე გითხარით, DEI თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა წლების განმავლობაში მუშაობდა და იყო ადაპტირებული იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და ძირითადად მემარჯვენე ძალები, მათ შორის დონალდ ტრამპი, მრავალი წელია ისინი აცხადებდნენ, რომ ეს უკვე მუშაობს პირიქით და უმრავლესობის დაჩაგვრა ხდებოდა ამ პროგრამის მეშვეობით.